მოგესალმებით მეგობრებო, მე და ჩემი არხი კეტო მეგობარი. დღეს გიბრუნდებით კეტო მზარეულის მორიგი ეპიზოდით და გთავაზობთ ყველასთვის საყვარელი და უგემრიელესი მადამ ბოვარის რეცეპტს. რა თქმა უნდა, კეტო მეგობრებო ვარიანტს ჩემებური ინტერპრეტაციით. Ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ ვიდეოს უყუროთ ბოლომდე და შემიფასოთ თუ როგორ მოგეწონებათ ამ კერძის ჩემებური ვარიანტი. მანამდე კი გამოიწერეთ არხი, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი საინტერესო და რაც მთავარია ჯანსაღი კეტო მეგობრული რეცეპტები შემოგთავაზოთ. სანამ თემის ძირითად ნაწილზე გადავალ, მინდა რომ მორიოდე სიტყვით ჯანსაღი კვების კონტენტისადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ გითხრათ. მანამ სანამ YouTube-ზე ამ კონტენტის გაკეთებას გადავწყვეტდი, ვიცოდი რომ ეს არ იქნებოდა საინტერესო და სახალისო, არ იქნებოდა ფართო აუდიტორიაზე მორგებული და რა თქმა უნდა, არც ბევრი მაყურებელი არ მეყოლებოდა. თუმცა ჩემი მიზანი არ ყოფილა რომ ფართო აუდიტორიაზე მორგებული კონტენტი გამეკეთებინა. არამედ მქონდა სურვილი შემექმნა ისეთი კონტენტი, რომლის ნაკლებობასაც განიცდის რეალურად დღევანდელი YouTube. რასაც ვაკვირდებით დღესდღეობით YouTube-ზე კვების მიმართულების გულისხმობ, არის მხოლოდ ჯანკფუდური და არაჯანსაღი კვების მიმართულება. რეალურად კი ვფიქრობ, რომ ხალხს სჭირდება ჯანსაღი კვების და ჯანსაღი ცხოვრების სტილი. და ვფიქრობ, რომ იმ მაყურებლის მოზიდვას მაინც მოვახერხებ, რომლებიც რეალურად დაინტერესებულები არიან ჯანსაღი კვებით, ჯანსაღი ცხოვრების სტილით და კონკრეტულად კი ჩემ შემთხვევაში კეტო მიმართულებით. თუ მოგწონთ ის, რასაც ვაკეთებ, გინდათ რომ მსგავსი ტიპის კონტენტი კიდევ უფრო ბევრი და მრავალფეროვანი სახით იყოს YouTube-ზე, წაახალისოთ ახალი დამწყები YouTuber-ები, მაშინ თქვენი მხრიდან მხარდაჭერის კუთხით მხოლოდ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არის საჭირო. ყველა არხს თავისი მაყურებელი ყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი არხის ერთგული მაყურებელი სადღაც არის და აუცილებლად გამოჩნდება ადრე თუ კვიან. მადლობა რომ უყურებთ ჩემს ვიდეოს და ვეცდები ყველანაირად თქვენთვის საინტერესო, სახალისო და ჯანმრთელი, ჯანსაღი კვების კონტენტი შემოგთავაზოთ. ახლა კი გადავიდეთ თემის ძირითად ნაწილზე. რა გვჭირდება იმისთვის, რომ მოვამზადოთ უგემრიელესი მადამ ბოვარი. მოკლედ მეგობრებო, მადამ ბოვარის მოსამზადებლად დაგვჭირდება ქათმის ფილე, პამიდორი, კვერცხი, ქამასოკო, ხახვი და ავოკადო. ესე იგი, მეგობრებო, პირველ რიგში უნდა დავჭრათ ქათმის ფილე თხლად, შევწყვეტ კარაქში, შემდგომ უნდა დავჭრათ ქამასოკო და ქათმის შენაწყობაში შევწყვეტ ეს ქამასოკოც და შემდგომ უნდა ავაწყოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში ყველაფერი ერთად და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე. მოდი ახლა ვნახოთ თვითონ მომზადების პროცესი თავიდან ბოლომდე. ქათმის დაჭრით თხლად უნდა დავჭრათ. დაახლოებით ასე.
მოკლედ მეგობრებო, როგორც იქნა ჩვენი ყველა ინგრედიენტი უკვე მზად გვაქვს. შემწვარი ქათმის პიურე, ასევე შემწვარი ქამას სოკო, პამიდორი, კვებელი, ავოკადო, კვერცხი, ხახვი. კვერცხში ჩვენ ვუქენით ორიკოზი, არაჟანი, პილპილი და მარილი. ეხლა უკვე დავიწყოთ აწყობა. ჩვენს ცეცხლგამძლე მინის ჭურჭელში პირველ ეტაპზე ვაწყობთ ქათმის ფილეს. ესე ლამაზად. შემდგომ ვაყრით ამას ხავს. ახლა მოვაყაროთ ავოკადო. ქამას სოკო. მეორე ფენას ახლა ხედით გაჩვენებთ როგორ ვაწყობ აუცილებლად. შემდგომი არის პომიდორი. ახლა უკვე ვაყრით ყველს. დავასხავთ ზემოდან კვერცხს. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი მადამბავარი უკვე მზად არის, შევდგათ ახლა ხუმელში და დაველოდოთ დაახლოებით 20-30 წუთი, სანამ კვერცხი სრულად არ გამოშრება. შემდგომ შეგვიძლია გამოვიღოთ და დავაგემოვნოთ. აი ასე იწყება, ძალიან მალე უკვე მზად იქნება. გავიდა უკვე 20 წუთი, ჩვენი მადამბავარი მზად არის, ახლა გამოვიღებ, გაჩვენებთ როგორ გამოიყურება და ერთად დავაგემოვნოთ. იმედია ძალიან მოგეწონებათ. დღეს ჩვენს კერძს სოფიასთან ერთად დავაგემოვნებთ. აბა, გასინჯდე როგორ გამოვიდა, ნახე. აი ქათმის ხორცი. გასინჯე. ეგ არის ქათმის ხორცი. მოდი ლუკა. ეს არის ქათმის ხორცი. ხო, დე, ქათმის ხორცია. აბა გასინჯე, ეს გასინჯდე. არა, ცხელი არ არის, ნახე. გემრიელია, დე? მოგეწონათ? თუ მოგწონთ ჩემი რეცეპტები, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ უფრო მეტი საინტერესო რეცეპტი შემოგთავაზოთ. აბა სოკო ნახე და. ქამას სოკო. მოგეწონა დე? შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა გასინჯე და. აი. აბა დაემშვიდობე. ესე უკენ. კარგად.